გამარჯობათ, ჩემო ძვირფასო გამომწერებო და არხის სტუმრებო. ეს გახლავთ ვიდეო თქვენთვის. რა გელით, რა სიახლეები უახლოესი 3 კვირის განმავლობაში, რეტრო მერკურის პერიოდში. დაახლოებით ეს პერიოდი. იქნება 2 ვარიანტი. რა თქმა უნდა, დავეხმართ მინერალურ ქვებს და ვარიანტების არჩევის დროს მივათითებ პირველი კომენტარის სახით. პირველი ვარიანტი დავეხმაროთ მინერალი წითელი ვეფხვის თვალი. არ ვიცი რამდენად ჩანს ძვირფასებო და რამდენად ხედავთ, ეს გახლავთ წითელი ვეფხვის თვალი. და მეორე ვარიანტი მეორე ვარიანტზე 2 კარტი წამოვიდა, კარგით იყოს 2 კარტი. ისე ამაზე დავეხმაროთ მინერალი უდაბნოს ვარდი. რამდენად ჩანს ესეც არ ვიცი, თუმცა ეს გახლავთ უდაბნოს ვარდი. ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი მინერალი, თუმცა ვეფხვის თვალიც ძალიან მიყვარს. დიდი ხანია ეს მინერალი არ გამომეყენებია, ბევრი მაქვს საკმაოდ და ყველა სხვადასხვა ფორმა აქვს. ჩემმა ძველმა გამომწერებმა იცით, როგორ მიყვარს ეს მინერალი. ადრე სულ ვიყენებდი გაშლებში და მოვიდა დრო ამ რეტრო მერკურიზე, რომ ახლაც გამოვიყენოთ. მეორე ვარიანტი დროებით გადავდოთ გვერდით და დავიწყოთ მათთვის, ვინც აირჩიეთ პირველი ვარიანტი. ნახოთ თქვენი სიგნიფიკატორი კარტი. ვინ ხართ თქვენ? თქვენ ხართ ქარიზმატული, ენერგიული, მიმზიდველი, ყოვლის შემძლე ადამიანი. თქვენ გაქვთ ოქროს ხელები, თქვენ ყველაფერი გამოგდით, რაცაც ხელს მოკიდებთ და რაც არ უნდა მოინდომოთ. ასეთი ადამიანი ხართ. თქვენ გაქვთ თანდაყოლილი ქარიზმა. და ზოგადად ხართ ისეთი პოზიტიური, ნათელი, შეიძლება ითქვას ხმაურიანი ადამიანი. კარგით, ვისთანაც ემთხვევა ძვირფასებო, განვაგრძოთ თქვენთვის, ვინც სრულიად სხვაგვარი პიროვნება ხართ. რა თქმა უნდა, ეს ვარიანტი არ არის თქვენთვის, ნახეთ მეორე ვარიანტიც, თუ არა და გადავლეთ თვალი სხვა ვიდეოებსაც. ნახოთ თქვენ პირველ რიგში რა სიახლეები გელით ფინანსურ საკითხებში. ისეთი კარტები დაგეწყოთ ძვირფასებო, რომ დამატებას აღარც კი საჭიროებს. ესე იგი, თქვენს ოჯახში შემოდის სიხარული, თქვენი ოჯახი ივსება კმაყოფილებით, ბედნიერებით. შესაძლებელია ეს უკავშირდება რაღაც გზას ან გზიდან მიღებულ სიხარულს. შესაძლებელია ვისთანაც ეს აქტუალურია, რა თქმა უნდა. შესაძლებელია ოჯახში არის მატება, იბადება ბავშვი მაგალითად, ან დაქორწინდება ვინმე ოჯახის წევრი და აი ესე იქნება მატება. ესე იგი, რასაც არ უნდა ეხებოდეს, ფინანსებზე დავსვით კითხვა, თუმცა ეხება მატებას, თქვენი ოჯახის სიხარული და თქვენი ოჯახის კმაყოფილება. ფინანსებში ეს არის კარგი ფინანსები, ეს არის მსხვილი შენაცენი, მაგალითად ბინა ან ბიზნესში ფულის ჩადება, რაც შემდეგ შემოგიტანთ სტაბილურ შემოსავალს. ესე იგი, ძალიან კარგი კარტები დაგეწყოთ ფინანსებში, გააჩნიათ თქვენთვის რა საკითხი არის ამ ეტაპზე აქტუალური. თუ თემა არის სამსახურში, ესე იგი, შესაძლებელია მოგცემ პრემია, შესაძლებელია რაღაც დაგიფინანსო, მაგალითად
მივლინება საზღვარ გარეთ, ან რაღაცა ისეთი სასიხარულო უახლოესი 3 კვირა გელოდებათ ფინანსების კუთხით. მოდით დავაკონკრეტოთ, თქვენი ფინანსებით ეს უახლოესი 3 კვირა იქნებით კმაყოფილი? რა თქმა უნდა, ძალიან კმაყოფილი იქნებით ძვირფასებო. იმდენად კმაყოფილი, რომ შესაძლებელია ეს აღნიშნოთ მეგობრებთან ერთად, მხიარულებით, დასალევით და ასე შემდეგ. კარგით, ნახოთ სასიყვარულო რომანტიული კუთხით. რა სიახლე გელით თქვენ ამ უახლოეს 3 კვირაში? პირდაპირ ამოვიდათ ასების ტუსინახეთ ძვირფასებო. რა თქმა უნდა, სიყვარული მოდის თქვენ ცხოვრებაში, თუმცა თქვენ იქნებით არჩევანის წინაშე გარისკოთ თუ არ გარისკოთ. ძალიან ღელავთ ამ თემაზე ძვირფასებო. შესაძლებელია თქვენთან მოვიდეს პიროვნება, რომელიც გაგახარებთ მიუხედავად იმისა, რომ უზომოდ ღელავთ ამ საკითხზე. დიახ, მე დაადასტურა ამ კარტმა, ეს არის თასების რაინდი. თქვენთან მოდის ადამიანი, რომელსაც სურს თქვენთან ერთად ბედნიერება. შეხედეთ ძვირფასებო, უმაღლესი არკანი შეყვარებულები. ესე იგი, ამ ადამიანს სურს თქვენთან დაიწყოს სასიყვარულო ურთიერთობა. აგერჩიოთ თქვენ სასიყვარულო ურთიერთობისთვის და ეს კარტი რატო ამოგივიდათ? აბა ვნახოთ თქვენ რას ღილავთ ამ კუთხით. რაღაც დისტანცია, ესე იგი, თქვენ ღილავთ რაღაც ოჯახურ საკითხებზე, ესე იგი, როგორ საკითხზე ღილავთ იცით, რაღაც ეს არის რეპუტაცია ხალხში და ასე შემდეგ და ასევე ეს არის დისტანცია. ესე იგი, თქვენ შესაძლებელია შეგენებულად დისტანცირდებით ადამიანისგან, იმიტომ რომ რაღაც მორალური საკითხებია. უფრო მნიშვნელოვანი თქვენი აზრით. თუმცა ყველად ღილავთ ამ საკითხზე, თქვენთან მოდის ადამიანი, რომელსაც სურთ თქვენ აგირჩიოთ სიყვარულისთვის და ეს ადამიანი არის სერიოზული და ეს არის, ასე ვთქვათ, მორალურად სწორი პიროვნება. კარგით, მოდი კიდე რამოდენიმე კითხვა დავსვათ ამ საკითხზე. ესე იგი, თქვენთვის რადგან ეს სიახლეა, რადგან სიახლეებში ამოვიდა სასიყვარულო რომანტიული კუთხით. უახლოესი 3 კვირა თქვენ კმაყოფილი იქნებით თქვენი ცხოვრებით. იცით როგორ არის ძვირფასებო? გეტყვით ახლა, ესე იგი, ადამიანი, ვისაც სურს თქვენთან მოქმედება, ძალიან მონდომებულია, თუმცა თქვენგან არც მონდომება ჩანს, არც კმაყოფილება ჩანს. თითქოს თქვენ საერთოდ არ აპირებთ მას დაუთმოთ დრო. რატომ? იმიტომ რომ თქვენ გგონიათ, რომ მას ამოძრავებს ვნება და თითქოს ცდილობთ, რომ არ აღიქვათ სერიოზულად. რაღაც ასეთია. კმაყოფილების ნაცვლად თქვენ გაქვთ მოთხოვნები. თქვენ გსურთ მან აიღოს პასუხისმგებლობა თქვენზე. აი, ამის შემდეგ შეიძლება არ წახვიდეთ, შეჩერდეთ და მიაქციოთ მას ყურადღება და მის, ასე ვთქვათ, ვნებას თქვენს მიმართ. რაღაც ახლობით ასეა. კარგით. ეს არ არის სასიყვარულო გაშლა, ამიტომ მოდი ამას არ ჩავეძიოთ და განვაგრძოთ. ზოგადად რა სიახლე მოდის აი თემის გარეშე, ისე ზოგადად რა სიახლე მოდის თქვენს ცხოვრებაში უახლოესი 3 კვირა. ესე იგი, ეს 3 კვირა არის რისთვის? იმისათვის, რომ გააცნობიეროთ თქვენ ხელის შემშლელი ბარიერები არ გაქვთ ცხოვრებაში. თუ გრძნობთ დაღლას, თუ გრძნობთ სტრესს, თუ გრძნობთ დეპრესიას, ჩაციკლულ ფიქრებს, რომ აი რატო არ გამოდის ეს საქმე, ან რატომ არ ხდება ისე, როგორც არის საჭირო, მიუხედავად
ჩემი მცდელობებისა. თუ ასეთი ფიქრები გაქვთ ძვირფასებო, ამ პერიოდში ეს ფიქრები ნელა-ნელა გადაიზრდება რუტინაში, რაც შემდეგ შემოგიტანთ ფულს, ფინანსებს, ასევე თქვენთან მოდის ადამიანი მოიჩქარის, ფაქტიურად შემოიჭრება თქვენ ცხოვრებაში, რომელიც მოგიტანთ უფრო მეტ კომფორტს, სილაღეს და თავისუფლებას, რაც გქონდათ აქამდე. აქამდე თავისუფლებას გიზღუდავდათ შიშები. შიშები იმისა, რომ რაღაც ბარიერებია. თუმცა სიახლე ის არის, რომ დაასრულდება ეს პერიოდი, რაც იწვევდა ენერგეტიკულად გამოფიტვას, დაღლილობის შეგრძნებას, როგორც ფიზიკურად, ასევე მენტალურად. ეს დასრულდება ძვირფასებო. კარგით. და დაიწყება უფრო კომფორტული პერიოდი, რასაკვირველია. კარგით, ვნახოთ რჩევა თქვენთვის და მოდი ამაზე დავასრულოთ. რჩევა თქვენთვის, რომ იყოთ უფრო ბედნიერი და კმაყოფილი. ესე იგი, ძვირფასებო რჩევაში არის რა? პირველ რიგში არ არის საჭირო ეჭვები, არ არის საჭირო ფიქრები, როცა ადამიანი ფიქრობს, რომ რაიმე ხო არ არის წინაღობა, რაიმე ხო არ არის ისეთი, რაც მე არ ვიცი, რასაც მე იმალავე და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი იწვევს შეფერხებას, ძვირფასებო, ეს იწვევს იმას, რომ კომფორტის ზონიდან არ გსურთ გამოსვლა და ნაბიჯის გადადგმა. ამის ნაცვლად რჩევა არის მოდუნდით მაქსიმალურად. მოახერხეთ ისე, რომ შეიქმნათ კომფორტი თქვენი თავისთვის და დაიცავით თქვენი პირადი საზღვრები, თქვენი პირადი სივრცე. იყავით შუმად, ნუ რავის ნუ ჩაახედებთ თქვენს გულში, თქვენს სულში, თქვენს გეგმებში. იზრუნეთ, რა თქმა უნდა, თქვენს თავზე, თქვენს გარეგნობაზე, ჩაცმულობაზე, დასვენებაზე და რელაქსზე, მოდუნებაზე. საუკეთესო ვარიანტი არის, რა თქმა უნდა, ზღვაზე დასვენება, იმიტომ რომ აქ არის თასების დედოფალი. შეხედეთ? ულამაზესი. თასების დედოფალი არის მოლოდინის რეჟიმში. თუმცა სანამ ის სიხარული და ის კარგი მოვლენები დადგება, რასაც თქვენი სული ელოდება, მაგამდე რეკომენდებულია, რომ მოდუნდეთ და მშვიდად დაელოდოთ, ასე ვთქვათ. დაელოდოთ, ოღონდ არ არის საჭირო გახმოვანება, ვის ელოდებით, რას ელოდებით და მაშინაც კი, როდესაც შემოვა თქვენს ცხოვრებაში სიახლეები, თქვენთვის სასიამოვნო, მაშინაც არ არის საჭირო ამ ყველაფერზე საუბარი. მე გისურვებთ წარმატებებს ძვირფასებო, როგორც ბიზნესში, ასევე სიყვარულში და ყველა სფეროში და გადავიდეთ მეორე ვარიანტზე. ვინც აირჩიეთ უდაბნოს ვარდი, ნახეთ როგორი საყვარელი მინერალია. ესენი უდაბნოს ვარდია. ესე იგი, აქ ორი კარტი წამოვიდა თავიდან და ნახოთ. ესე იგი, პირველ რიგში თქვენ ხართ ინტუიციის ადამიანი, ძალიან სწრაფი გონების ადამიანი, კარგად გემოშავებთ გონება თქვენ. და ამ მომენტში რაღაც აფორიაქებული ხართ, შეიძლება არის უამრავი ფიქრები. და თქვენი სიგნიფიკატორი არის გონების ადამიანი, რომელიც მუდმივად ფიქრობს, მუდმივად შფოთავს და მუდმივად რაღაც მოუსვენრობაშია აზრებით და ფიქრებით, ასე ვთქვათ, დაახლოებით ასეთია ძვირფასებო თქვენი აღწერილობა. შესაძლებელია ასევე ღამით უძილობაც. თუ ემთხვევა, განაგრძეთ ნახვა. თუ სრულიად სხვა ადამიანი ხართ, მშვიდი, გაწონასწორებული ბავშვით, გძინავთ ღამე,
და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ეს ვარიანტი არ არის თქვენთვის. კარგით. ნახოთ, ესე იგი პირველ რიგში რა სიახლეები გელოდებათ ფინანსური კუთხით. ესე იგი ფინანსები ორივე ვარიანტს არაჩვეულებრივი გაქვთ უახლოესი სამი კვირა. ჩემი რეტრო მერკურიც ასე დაიწყო ძვირფასება ფინანსებით და ისეთი მსხვილი შენაძენებით, რაც არ მიკვირს, რომ შესაძლებელია თქვენც ასე იყოთ. ბევრს გაგიკვირდებათ ალბათ, ვინც ასტროლოგიას თვალს ადევნებთ, რომ რეტრო მერკური ეხება ძირითადად ყოფილების დაბრუნებას და ასე შემდეგ. მართალია, თუმცა ასევე ეხება იმას, რაც ქსურს დიდი ხანია, მაგალითად შარშან ქსურდა რაღაცის შეძენა, თავი ვერ მოვაბით, ასე შემდეგ და შესაძლებელია ეს კარგი საშუალება, კარგი შანსი იყოს იმისთვის, რომ მოვაბათ თავი ადრე დაწყებულ საქმეს და ახლა დავაგვირგვინოთ, რაც ჩემს შემთხვევაში ყოველთვის მართლდება ხოლმე. კარგით, გადავიდეთ თქვენზე. ესე იგი, თქვენ ფინანსები გაქვთ იდეალური ძვირფასებო. ეს უახლოესი სამი კვირა. შეიძლება ეს იყოს თქვენთვის სიურპრიზი. არ ვიცი, რადგან თავიდან დავიწყეთ სიურპრიზით, სიახლით, რა სიახლეა, სავარაუდოდ ალბათ სიახლეა თქვენთვის ის, რომ სტაბილურობა იქნება თქვენს ფინანსებში, ძალიან კმაყოფილი იქნებით თქვენი ფინანსებით და თავს იგრძნობთ, რომ თქვენ სიტყვას მოყვება ენერგია, რომელიც იქცევა შემდეგ ფულად, რაღაც ამდაგვარია ძვირფასებო. შესაძლებელია ბევრი ფიგურული არკანებია, ფიგურები, თქვათ, ქალები, კაცები, ასე შემდეგ, არის ხალხი, ვინც თქვენ ხელს გიწყობთ, ვინც თქვენ გეხმარებათ, თქვენ არ ხართ მარტო, თქვენ ხართ, ასე ვთქვათ, ფინანსური კუთხით გარშემორტყმული ისეთი ხალხით, ვინც თქვენ გვერდში გიდგათ. კარგი კუთხით, ასე ვთქვათ. კარგით, ნახოთ თქვენი რომანტიული სასიყვარულო ურთიერთობა. ესე იგი, რაღაცა ხდება ძვირფასებო, თუმცა რაც არ უნდა ხდებოდეს, ეს თქვენთვის სასიკეთოდ ხდება. რათა გააქტიურდეთ. რათა გააქტიურდეთ და მიიღოთ ადამიანი, რომელიც შესაძლებელია რაღაცას ნანობს, რომელსაც შესაძლებელია თქვენ რატომღაც არ ღებულობთ. ესე იგი, ამ მომენტში რაღაც ასეთი არის, რომ სამართლიანობის მიხედვით თქვენ დაიმსახურეთ ბედნიერება, თქვენ დაიმსახურეთ ურთიერთობა, რომელიც დაგვირგვინდება, ასე ვთქვათ, ოჯახით. თუმცა აქ ისეთი კარტებიც არის, რომ თქვენ ამ მომენტში იმყოფებით მარტო, თითქოს მარტო გიწევთ რაღაცეების გამკლავება და გამოჩნდა ნამდვილად ადამიანი, ან გამოჩნდება პენტაკლების რაინდი, არაჩვეულებრივი სიმპათიური და შეიძლება ვთქვათ, აქ საჩასოს სიმპათიურობა, თუმცა პენტაკლების რაინდი როა უკვე სიმპათიურია ძვირფასებო და ისედაც ჩანს. ესე იგი, ეს ადამიანი, როცა გამოჩნდება, ან თუ უკვე არის თქვენ ცხოვრებაში, საუბრობს იმას, რასაც ფიქრობს და გრძნობს, თუმცა თქვენ თითქოს ამას არ ღებულობთ. რატომ? რატომ არ ღებულობთ მის საუბარს? არის, ასე ვთქვათ, რიგი მიზეზები, რატომაც არ ღებულობთ. შესაძლებელია ეს ადამიანი თქვენთვის არ იშურებს ფინანსებს, არ იშურებს საჩუქრებს, სიტყვებს, ასე შემდეგ, თუმცა თქვენ არ გსურთ ჩრდილში ყოფნა, თქვენ არ გსურთ ბუნდოვან ურთიერთობაში შესვლა, გაურკვეველ ურთიერთობაში შესვლა და ისეთ ურთიერთობაში, სადაც თქვენ ხართ უკანა პლანზე, ასე ვთქვათ, სადაც თქვენ ურთიერთობაში ხართ მეორე ხარისხოვანი თითქოს, ასე არ გსურთ ყოფნა, თქვენ გსურთ სტატუსი, თქვენ გსურთ
აღიარება და მამაში მეც გეთანხმებით მართალი ხართ ძვირფასებო. Რაღაც სხვა კუთხით წავიდა ეს გაშლა, რა კითხვა დავსვა სასიყვარულო თქვენზე აღარ ვიცი ძვირფასებო. მოდი იგივე კითხვა დავსვათ, ესე იგი სიახლე ამის გარდა, რაც უკვე ამოვიღეთ სასიყვარულო კუთხით, კიდევ რა არის თქვენთვის? Მაინც რა თქმა უნდა იგივეს ამბობს კარტი ძვირფასებო, თქვენ არ აღებულობთ თითქოს. რატომ? იმიტომ რომ არ გსურთ ურთიერთობაში იყოთ მესამე. ანუ მეორე ხარისხოვანი არ გსურთ რომ იყოთ თქვენ. აუცილებელი არ არის ეს ვიგულისხმოთ ჩვენ სასიყვარულო სამკუთხედი. შეიძლება ადამიანს, ანუ თქვენს ადამიანს თქვენ ფიქრობდეთ, რომ პირველ ადგილას სხვა ღირებულებები აქვს, სხვა ფასეულობები აქვს და თქვენ თავს გრძნობდეთ, რომ არ გსურთ ასეთ ურთიერთობაში შესვლა. ეხლა მაგალითებს არ ჩამოვთვლი, რა შეიძლება ესენი იყოს. მრავალი რამე არის შესაძლებელი. რადგან თქვენ ამ კარტების მიხედვით საჭიროდ მიიჩნევთ, რომ არ გადახედოთ ამ ურთიერთობას, არ განიხილოთ თქვენი პირადი ცხოვრებისთვის, ანუ თქვენ ცხოვრებაში რომ შემოვიდეს, ამისთვის არ განეხილოთ, ალბათ გაქვთ სამისო მიზეზები ძვირფასებო, იმიტომ რომ კარტმა ეს არაერთხელ დაადასტურა. ესე იგი, თუ ყოფილი შეგეხმიანათ თქვენ, თუ ვინმე ესეთი შეგეხმიანათ, ვისთანაც უკვე გაქვთ დაწყებული სასიყვარულო ურთიერთობა და შეწყვიტეთ რაღაც მიზეზების გამო, თქვენ არც განაგრძობთ. შანსსაც არ მისცემთ ხმლების დედოფლის მიხედვით. რატომ? იმიტომ რომ იცით თქვენი თავის ფასი. იცით რომ თქვენ იმსახურებთ ბედნიერებას და სრულყოფილებას ურთიერთობაში და ამიტომ კარგით, აღარ დაუბრუნდეთ თქვენს სასიყვარულო ურთიერთობას. ნახოთ ზოგადად რა სიახლე შემოდის თქვენ ცხოვრებაში უახლოესი 3 კვირა. ესე იგი, სიახლე არის ის, რომ თქვენ თქვენს მოქმედებებს, თქვენს ურთიერთობებს, ვინ შემოდის თქვენთან ურთიერთობაში, ვისთან შედიხართ თქვენ ურთიერთობაში, ძალიან კარგად აკონტროლებთ და მართავთ. ძალიან სწორად გამთ ნაბიჯებს, ყოველთვის ითვალისწინებთ იმას, რა არის თქვენთვის სარგებლის მომტანი და რა არა, მინუსი და პლუსი. თუ უფრო მეტი არის მინუსი, ურთიერთობა არ გსურთ, თუ უფრო მეტი არის პლუსი, რა თქმა უნდა, აგრძელებთ ურთიერთობას თქვენი წესებით. აი, ეს არის შესაძლებელია სიახლე, რომ თქვენ თავში აღმოაჩენთ უნარს, რომ თქვენ ფლობთ ლიდერულ თვისებებს, თქვენ ფლობთ ხელოვნებას, რომელიც კომუნიკაციაში გეხმარებათ, სწორ კომუნიკაციაში. აქ ძალიან ბევრი მოვლენებია, არ ჩამოვთვლი, ანუ კარგიც არის და ასე ვთქვათ, ცოტა ესეთიც არის, თავარი, ზოგადად თავარი არის ის, რომ თქვენ აკონტროლებთ მთლიანად სიტუაციას. აი, ეს არის შესაძლებელია სიახლე და ამ ყველაფრით თქვენ კმაყოფილი იქნებით ამ 3 კვირის შემდეგ. ნახოთ. რა თქმა უნდა, ძალიან კმაყოფილი იქნებით ძვირფასებო თქვენი მოქმედებებით, თქვენი უნარებით, თქვენი ენერგიის გაცვლა მიმოცვლით სხვა ხალხთან. უზომოდ კმაყოფილი იქნებით ძვირფასებო, ძალიან კმაყოფილი იქნებით თქვენი თავით, რაც მთავარია ჩემი აზრით ცხოვრებაში. კარგით, ნახოთ რჩევა თქვენთვის და მოდი მაშინ ამაზე დავასრულოთ მეორე ვარიანტიც. რჩევა თქვენთვის, რომ იყოთ უფრო კმაყოფილი თქვენი ცხოვრებისგან. ახლა ძვირფასებო, ესეთი კარტები ამოვიდა, რომ რჩევაში თანაც ესე იგი,
რჩევა არის რა თქვენთვის ფიქრები, რასაც თქვენ ფიქრობთ, შესაძლებელია რაც იწვევს ასე ვთქვათ თქვენს უძილობას, შფოთს, სტრესს, ასე შემდეგ. ანუ იცით როგორ არის ეს, რა თქმა უნდა, ფიქრები ყველას გვაქვს, ადამიანებს ღილავთ, რა თქმა უნდა, რაღაც საკითხებზე და ასე შემდეგ. თუმცა ამ შემთხვევაში არის ცოტა გადაჭარბებული, ცოტა ზედმეტია ძვირფასებო ეს ფიქრები, რატომ? თქვენ გაქვთ მოლოდინები, რაღაც მოლოდინები, ანუ ფიქრებში ეს აისახება. ასე რომ მითხრას, ასე რომ იყოს, ისე რომ არ მოხდეს, ასე რომ მოხდეს, ესენი არის ზედმეტი. თქვენ არ გეშლებათ საუბარი, თქვენ არ გეშლებათ ნაბიჯები, კომუნიკაცია, არაფერი და თითქოს ჩანს, რომ ფიქრებში გადამეტებულია ეს თქვენი შფოთი. ასევე არის რაღაც ნოსტალგია, თქვენ ვიღაც გენატრებად შეიძლება ნოსტალგია გაქვთ ამასთან დაკავშირებით, თუმცა გულს ხურავთ მასთან მიმართებაში, ანუ არ გსურთ ეს გრძნობა განიცადოთ, ეს მონატრების გრძნობა. არ გსურთ, რათა არ იყოთ მასზე დამოკიდებული და თითქოს ისე ჩანს, რომ მაინც ხართ დამოკიდებული. არ გსურთ, რომ შეხვიდეთ ძველ სცენარში, გსურთ, რომ დავუსვათ წერტილი ძველ სცენარს. თუმცა აქ რჩევა არის, რომ წერტილი არ უნდა დავუსვათ, უნდა განიცადოთ ტრანსფორმაცია. ანუ ეს ძველი სცენარი ახლებური თვალით დაინახოთ, ჩაებათ რუტინაში. ეს რუტინა შესაძლებელია იყოს ვარჯიში, ფიზიკური ვარჯიში, სამსახური, რაიმე ხელებით საქმიანობა, რაღაცას რო აკეთებდეთ დაუშვათ ყოველდღიურად ხელებით. რა შეიძლება ეს კარტის თამაშიც შეიძლება გასართობად, რა თქმა უნდა, ძვირფასებო და არა რაღაცა აზარტულ თამაშებს არ გულისხმობ. ანუ გასართობად ან რაღაც ძივების ასე შემდეგ აწყობა, ყველაფერი რაც შეიძლება ხელებით დაკავდეთ ყოველდღიურად. და რჩევა არის, რომ გადაერთვებით რაღაცაზე, ანუ ფიზიკურად და გონებრივად სხვა რაღაცაზე წავა თქვენი გონება, ანუ თქვენი ფიქრები და არა შიშების კუთხით და არა შფოთის კუთხით, არამედ რაღაც დისციპლინურ საქმეში ყოველდღიურში რო გადაერთვება თქვენი გონება, შემდეგ შემოვა მეტი კომფორტი თქვენს ცხოვრებაში. აღარ იქნებით დამოკიდებული, ასე ვთქვათ, იმაზე, რომ მომავალში რა როგორ მოხდება, როგორ იქნება, ვინ რას გეტყვით და ასე შემდეგ. ამაზე აღარ იქნებით ძვირფასებო. ნუ ეხლა ძალიან ბანალურად ვსაუბრობ ძვირფასებო, რომ ადვილად მოგაწვდინოთ, რაც აქ არის, დაახლოებით. ყველასთან ისე არ იქნება 100%, მაგრამ ვისთანაც ასეა, მიხვდება თვითონ რაზეა საუბარი. ანუ წერტილის დასმა საჭირო არაფერზე არ არის. ფიქრების გაჩერება, როცა რაღაცაზე ფიქრობთ, შფოთავთ, რომ ვაიმე აღარ უნდა ვინერვიულო, ეს არ არის საჭირო ძვირფასებო. უბრალოდ საჭიროა გადაერთოთ რაღაც სხვაზე, რაღაც საქმიანობაზე, უმჯობესია ხელებით იყოს საქმიანობა, ვარჯიში, მაგალითად ვარჯიში ხელები ყოველთვის არის საჭირო და თქვენ ცხოვრებაში შემოვა უფრო მეტი ენერგია, უფრო გამოთავისუფლდება ადგილი ახალი ენერგიისთვის. ეს არის რჩევა თქვენთვის. გესურვებთ წარმატებებს სიყვარულში, ბიზნესში და საერთოდ ყველაფერში. შევხვდებით მომდევნო ვიდეოებში.